მე ვარ დათაშავლაძე 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცეკვა. აქედან უფრო მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთი არ დავდიოდი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგად ვთამაშობ. უბანში სულ ვთამაშობ ფეხბურთს მეგობრებთან ერთად. ახლაც ფეხბურთი ვითამაშე და ესე მოვედი ინტერვიუზე. მე ვთამაშობ მარცხენა მხარეს თავდამსხმელის პოზიციაზე. მიყვარს გოლების გატანა, ჰეტრიკების შესრულება და დუბლის შესრულება. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 200-ზე მეტი გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. ის იყო მე ნახევრად ვიყავი ჩემს საჯარიმოში, როდესაც მე კარემ უფლება მომცა, რომ ჯარიმა მე დამერტყა. ბურთი ჰაერში გადავაცდინე დაახლოებით 7 ბავშვს და გოლი გავიტანე 9-ში. საუკეთესო გოლი არის ჩემთვის. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებებია დრიბლინგი და ძლიერად დარტყმა. ბურთს მტყვიასავით შევაგდებ კარებში. ფეხბურთს იმიტომ არ შევედი, რომ სულ დაკავებული ვიყავ. ხან ცეკვას დავდიოდი, ხან ხელბურთზე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 7 ნომრით. მე ასევე მიყვარს ცეკვა, 4 წელი ცეკვავდი ანსამბლ თაობაში და შემდეგ გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ ბევრი საქმე მქონდა და გადავიტვირთე. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჯარული. საყვარელი ილეთი არის ეს. რა თქმა უნდა, ჩემს ქორწილში აუცილებლად ვიცეკვებ. შეყვარებული ამ ეტაპზე არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ გავცილდი, რომ ბაღი რომ დავამთავრე, ვეღარ ვნახულობდი. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. ეს ამბავი უკვე გადავწყვიტე, სადღაც 2 წელია. ჩემს შვილებს დავარქმევ სანდროს და ანასტასიას. ჩემი ცოლს დავარქმევ ლინდას. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები მყავს. სხვათა შორის სწავლაც ძალიან მიყვარს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ლიზი შარაშენიძე. ყველაზე ცელქი არის ანდრია შავლიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ლუკა ტარიელაძე. ყველაზე შვიდი არის მარიამ დოლიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, სიმპათიური და მაღალი. ჩემი საყვარელი საგანი არის ისტორია. საყვარელი მასწავლებელი არის დიანა კაპანაძე. მას უყვარს ბავშვები, ბავშვებთან მეგობრობა და ის არის ძალიან კარგი მასწავლებელი. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდი ადვოკატი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. უფრო პატარა რო ვიყავი, მაშინ მინდოდა ბეტმენობა. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, რადგან სახლში არ მინდა რომ ყველაზე უმცროსი ვიყო. სახლში ვცხოვრობთ მე და ჩემი მამა, ჩემი და ჩემი ძმა. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია ენრიკე. ის არის მაღალი, სიმპათიური და სპორტსმენი. ჩემი აზრით ენრიკე რო გაიზრდება, გამოვა ხელბურთელი, რადგან ის 8 წელია უკვე თამაშობს. ხელბურთს მეც ვთამაშობ, მაგრამ უფრო ფეხბურთის თამაში მიყვარს. მამა ჩემი არის მაღალი, სიმპათიური და უყვარს თავისი საქმიანობა. ძალიან მოყვარვართ ჩვენ და ჩემი დედიკო. ასე ამიტომ მგონია რომ სულ მოაქვს საჩუქრები. ხანდახან ორი ტორტიც მოაქვს დავადების დღეზე და ყველაზე დიდი 60 ვარდი მოუტანა წითელი. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, ის არის თბილი და მეგობრული. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელს გააკეთებს პიცას. სულ მინდოდა რჩეულ თაობაში მოსვლა, დღეს ამიხდა ეს ოცნება და ეს ჩემი ნათლის დამსახურება. ვინ არის ჩემი ნათლია და ბარბარე ზოიძე, მაგრამ ისე რუსოც ქვია. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ბიჭი ბოლო მერხზე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს ცხოვრების თავგადასავალს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, პირადად გავიცნობდი კრისტიანო რონალდოს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში და ბრაზილიაში. ჩემი ოცნების საჩუქარი არის რომელიმე ქვეყანაშია საგზური მაჩუქარი. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ისწრაფი სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკდავი. ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკდავი. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 104 წელი. ბედნიერება არის ჩემი ოჯახს რომ კარგად ხედავ ჩემ ოჯახს და ასევე ჩემს ცხოვრებაში რომ წარმატებები ხდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.